მთავარი მიზეზი, რატომაც გრენლანდიის საკითხი დადგა დღის წესრიგში, არის ის, რომ დანიას, კოპენჰაგენს, ევროპელებს გლობალურად არ გააჩნიათ ძალის პროექცირების იმ დონის პოტენციალი, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ევროკავშირი უნდა გარდაიქმნეს გეოპოლიტიკურ აქტორად, იგულისხმება ზუსტად ის, რომ მათ შეძლონ ძალის პროექცირება არა მაინც და მაინც მადუროს დაპატიმრების დონეზე, არამედ მიახლოებით ამ დონეზე. ეხლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ რომელიმე რევიზიონისტული მოთამაშე, განსაკუთრებით რუსეთი აქტიურობს არქტიკაში, იმიტომ რომ პირდაპირ მთელი მის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი არის იქ და რუსული სამხედრო ბაზების რაოდენობა არის გაზრდილი, იწყებს რეალურ მოქმედებებს არქტიკის რეგიონში. შეძლებს თუ არა დანია და ევროკავშირი ამ კუნძულის დაცვას? პასუხი არის სალსახა არა. იმიტომ რომ ამ ეტაპზე მათ არც პოლიტიკური ნება გააჩნიათ და არ ქონდათ ამ დროის განმავლობაში არც შესაძლებლობა. მივალთ ამერიკულ ბაზამდე. უნდა დაიცვას ხო ასე გამოდის. რისი მიღწევაც ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ ამ დროის განმავლობაში ტრამპს უნდოდა და რასაც რუბიო პირდაპირ ამბობს არის რომ ევროპელებმა სერიოზულად მიხედონ საკუთარ უსაფრთხოებას. სანამ ტრამპი გახდებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირველი ტრამპის დროს გავიხსენეთ როგორი იყო მსოფლიო. ევროპელები საერთოდ არ ხარჯავდნენ ფინანსებს თავდაცვაზე. ნატოს ავაცახსენებელი 2% იყო მიუღწევე მთლიანი მიშებიდან 2% რომელიც უნდა დახარჯულიყო უსაფრთხოებაზე იყო მიუღწეველი სამიზნე ევროკავშირის მთავარი ლოკომოტივისთვის რომელიც იყო გერმანია. ანგელა მერკელი თავს იკლავდა, მაგრამ სოციალური თავით არ ზრდიდა საკუთარ დანახარჯებს. ამის შემდეგ და ამის შედეგად ნაწილობრივ საფრთხის წინაშე მაშინ ევროპაზე და საფრთხის წინაშე იყვნენ 2008 მაგრამ ამაში არის პრობლემა რომ პოლიტიკური ნება არ ქონდათ ევროპელებს. ახლა უკვე უკრაინას შეჭრის შემდეგ და მას შემდეგ რაც ტრამპმა აიძულა რომ გაეზარდათ ხარჯები არა 2%-მდე, არამედ 5%-მდე, ახლა უკვე სიტუაცია იცვლება. მიახლოებით იგივე თუ მოხდება გრენლანდიის შემთხვევაში, რომ ევროპელებმა და დანიამ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაადონ ამ კუნძულის უსაფრთხოებაში და ერთობლივად მოხდეს კონსენსუსის მოძიება, მე მგონია რომ კონსენსუსი მოხდება კი და ევროპელები და ამერიკელები დაალაგდებიან გრენლანდიის საკითხზე და მოხდება იქ ამერიკული წარმომადგენლობის გაზრდა, მათ შორის სამხედრო წარმომადგენლობის. მაგრამ უპირველესი ამოცანა ამერიკელებისთვის ევროპაში იყო რომ ევროპელებმა მიხედონ საკუთარ უსაფრთხოებას. ახლა უკვე ჩვენ ვახსენეთ მერცი მისი განცხადება რომ გერმანია მზად არის რომ აიღოს ევროპის უსაფრთხოება საკუთარ თავზე. ახლა უკვე ეს ხდება და ჩვენ დაველოდოთ და ვნახოთ ეყოფა თუ არა ევროპელ მოთამაშეებს პოლიტიკური ნება რომ საკუთარი უსაფრთხოება აიღონ საკუთარ ხელში. დიახ, ტრამპს ჩვევია ასე რაღაც მაღლა აწევს ხოლმე გარკვეულწილად ფსონს და მოლოდინებს და მერე შეცვლის ტარიფების ომიც ხო გვახსოვს ჩვენ, მათ შორის კანადის შეერთებაც გვახსოვს ყველაფერი, მაგრამ მერე შედარებით იცვლება ხოლმე ვითარება. მართალია გადავიდით გრენლანდიაზე, მაგრამ კარიბის